მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვიდეოს ვიღებ ჩემ აივანზე, რადგან თქვენთვის მაქვს ძალიან დიდი სიურპრიზი და ცოტა ხმაურია, რადგან ქალაქის ცენტრში ვცხოვრობ და უამრავი მანქანა დადის ჩვენს ირგვლივ. დღეს არის სიურპრიზი თქვენთვის გაკეთებული და დღეს მინდა მთელი ვიდეო მიუძღვნა ჩემს ბანის. ბანი არის ჩემი ბაჭია და ვიდეო ეძღვნება მას, რადგან არის ბანის დაბადების დღე და ის არის უკვე 2 თვის. მაგრამ სულ 3 კვირაა, რაც ჩემთან ცხოვრობს. ჩემს აივანზე ამ უზარმაზარ გალიაში, მისთვის უზარმაზარია ეს გალია. მოკლედ მოგიყვებით კურდღლების შესახებ და კონკრეტულად ბანის შესახებაც. ბანი ჭამს ბალახს, როგორც ყველა სხვა კურდღელი და ძალიან უყვარს სამყურა ბალახები და ბაბუაწვერას ფოთლები, ასევე უჯანგარი, ჭამს ხორბალს, ქერს. კბილი რომ არ ასტკივდეს, ბევრ შტაფილოსა და კომბოსტოს არ აჭმევენ, როგორც ზღაპრებში და სიმღერებშია. ასე რომ კურდღელს ძალიან უყვარს სტაფილო და კომბოსტო, ეს ასე არ არის. მოკლედ კურდღლები არიან ძალიან ჭკვიანები და ეს იმდენად მოშინაურებული მყავს, რომ უკვე კიდეც ეშინია სხვა ადამიანების და არასოდეს გარბის ჩვენგან. რადგანაც ბინაში ვარ, ყოველდღიურად დამყავს ხოლმე აქვე პარკში და გაზონებზე ვაჭმებ ბალახს. ძალიან საყვარელია მგონი ჩემი აზრით და მე ძალიან მიყვარს ბანი. კურდღლები კიდევ ჭამენ კიტრის ნათლელებს, ვაშლის ნათლელებს, კარტოფილის ნათლელებს, ბალახს, აუცილებლად საჭიროა მათთვის კბილების გასამაგრებლად ხის ქერქი. ჩვეულებრივი ხის ქერქი და ძალიან გამოადგებათ, რომ კბილები გაუძლიერდეს. მე მაგალითად აქ მაქვს ნაძვის ხის ქერქი, არ ვიცი კარგად ჩანს თუ არა ვიდეოში. ნახეთ როგორ მიყურებს ჩემი ბანი და მეორე სახელიც მაცუნაც არის, იმიტომ რომ სულ 10 მაცუნებს პირს ჩემი ბანი. ძალიან უყვარს ჭამა, წყალი იმდენად არ უყვარს, რადგანაც მისი საკვები ყველაფერი აბსოლუტურად შეიცავს წყალს. ჩემი რჩევა იქნება, ვისაც ბაჭიები ყავთ, არ აჭამოთ ნამიანი, ცვრიანი ბალახი და დანარჩენი ჩვეულებრივად ჭამს ბალახებს. ეს ვიდეო მიეძღვნა ბანის. დღეს კი დროებით გემშვიდობებით და კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით ვიდეოში არსებული ხარვეზებისთვის, რომელიც დაკავშირებულია ხმასთან. ნახვამდის.